ოფლითამით მოღვაწებისათა განზავებულ ნიცრამთა წყარონი ცხვნად მიუყრენ ათსავედრებელად მეუფესა და ითხოვე აღორძინება მისი, რამე თუ ცრემლით თესე და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოსანი. ჰოი დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო და მეოხო სულთა ჩვენთაო. დღეს ახალი სტილით 16 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს დავით გარეჯელს, წმინდა მოწამეებს ლუკილიანეს, კლავდის, იპატის, პავლეს, დიონისეს და ქალწულმოწამე პავლას, წმინდა მღვდელმოწამეებს ლუკიანე ეპისკოპოსს, მაქსიანე ხუთს, ივლიანე დიაკონს, მარკელინეს და სატურნინეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს მოიხსენიებს 13-თაგან ერთ-ერთ ასურულ მამას დავით გარეჯელს. მამა დავითობა განსაკუთრებით საზეიმოდ ჩვენს დედაქალაქში აღინიშნება, რადგან ღირსმა დავითმა მოღვაწეობა სწორედ თბილისში დაიწყო. მას ქალაქის დასავლეთით აღმართულ მთის ფერდობზე გამოუკვეთია სენაკი და მის ახლოს პატარა სამლოცვე ლოცა უშენებია. იქვე მისი ლოცვით ამოხეთქა წმინდა წყარომ, რომელიც სნეულებს კურნავდა. ღირს მამასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა ნუგეშის მისაღებად. ნეტარი ბერი უსმენდა მათ და სინანულისაკენ მოუწოდებდა. ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განამტკიცებდა. ღირს მამამ მცირე ხანი დაჰყო თბილისში, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ არ განელებიათ მის დამი მოწიწება და სიყვარული. ამიტომაც მის სამოღვაწეო ადგილს, უსახელო მთას, მამა დავითი უწოდეს. იქ აშენებული პირველი ეკლესიის შესახებ მადიანეს ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ მე-9 საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია იდგა. ამიტომაც ათონის მთის მსგავსად მამა დავითს მეორე სახელი მთაწმინდა დაერქვა. ღირსი დავით გარეჯელის თბილისში მოღვაწეობის ხანა მრავალ ლეგენდაშია ასახული, სადაც შემორჩენილია ცნობები წმინდა დავითის ცხარე პაექრობებზე სპარსელ მოგებთან, რომლებიც ცდილობდნენ ცეცხლთაყვანისცემის დამკვიდრებას. მოგვები ხედავდნენ, რომ წმინდა დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყველანაირად ცდილობდნენ შეებრალათ მისი სახელი. ერთ კვირადღეს საკადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმინდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილის წამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა, ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხენილმა მოგვებმა ქალს ქვევი დაუშინეს. მათ ხალხიც ახვა. ღირსმა დავითმა ვერ შეძლო მათი შეჯერება და ცილის მძამებელი ქვევით ჩაკოლეს. შემდგომში იმ ადგილას ააგეს ქაშვეთად წოდებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს არის ანგელოზის დღე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა, ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითისა და ადიშელ მთავარეპისკოპოს დავითისა. მათ ღირსი მამის დავით გარეჯელის სახელი ეწოდათ ბერად აღკვეცისას. ვულოცავთ მაღალ ყოვლადუსამღვდელოეს მეუფეებს ანგელოზის დღეს, ვუსურვებთ სულიერ და ხორციელ სიმრთელეს.